მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებთ საავტორო გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე, სიმართლე სიკეთით. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე, მედია ჰოლდინგ რეპორტიორის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, კვირის დაიჯესტის მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტთა საერთაშორისო პრემიის ოქროს ფრთის ლაურეატი გიორგი მამაცაშვილი. მოგესალმებით, ბატონო გიორგი, დიდი მადლობა ჩვენს გადაცემაში მოგბრძანებისთვის. მოგესალმებით, ხალბატონ დიანა და მადლობა თქვენ აი იმ ბედნიერი წლების გახსნებისთვის, თუნდაც ჩვენი დღევანდელი აი ამეთით რაღაც ნაირად დავუბრუნდი იმ 30 წლის უკანდელ პერიოდში, როდესაც თქვენ იყავით ჩემი STS-ის საპატივცემულო ლექტორი და მე თქვენი სტუდენტი. სელკი, მაგრამ სტუდენტი. უღრმესი მადლობა. არაორდინარული, ასე ვთქვათ, გიორგი, მაგაზე ვილაპარაკებთ. კიდევ ერთხელ გილოცა საქართველოს მეოთხე ხელისუფლების ხელმძღვანელის პატივს, თავკაცობის პატივს. ძიბია მაინც ქუდი მონომახისა არა, ჩემი გიორგი. შენი დიდი გამოცდილების მიუხედავად ეს სხვა გამოწვევა. რა თქმა უნდა, მადლობა მოლუცისთვის, მოსალოცეთ, რა თქმა უნდა. მაქვს ჩემთვის მართლა დიდი პატივია, მაგრამ ალბათ გულწრფელი უფრო ვიქნები თუ ვიტყვი რომ პატივთან ერთად პასუხისმგებლობა უხდუა, ვინაიდან საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციას, რომელსაც სულ რაღაცა ეხლა ამის თითქოს უკან შეეცვალა სახელი და დაერქვა საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია და დაიბრუნა ის ძველი სახელი, მანამ ის ერქვა საქართველოს ჟურნალისტთა შემქმნელობითი კავშირი. ბოლო 21 წლის მანძილზე ერთი წლის ქვილის ქვას დატრიალებულა საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავზე. საკმაოდ არეული იყო სიტუაცია შიგნით ყველანაირი გაგებით, ფინანსური, მორალური, პროფესიული, ყველანაირი. ქვეყანაში იყო ჩემოკარგო არეული სიტუაცია. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციას აქვს საკმაოდ დიდი ამბიციებიც, გეგმებიც, პერსპექტივებიც და თუ უფრო გულწრფელები ვიქნებით, სურვილიც იმ ფედერაციის წევრებშიც ისევე ამაღლებული, როგორც ჩემში და მე ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობად მიმაჩნია და პატივად, რომ ამ ხალხის იმედები გავამართლო, ვის ხელშიც მოდით სიმართლე ვთქვათ, რეალურად მთელი ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდული წლები გავატარე, თუნდაც გნებავთ გამომცემლობა სამშობლოში, აი ჟურნალისტურ წიაღში ვტრიალებდი და თითოეული მათგანი ჩემთვის არის მოსაფერებელი და ათმაგად და ასმაგად საპატივცემულო ადამიანი. ვინაიდან ყველანი მაინც ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და ამაში ვთანხმდებით, უთუოდ უნდა სტუდენტური პაემანით დავიწყოთ, რომელიც აი 90-იანი წლების მრუმე პერიოდს ულამაზებდა სტუდენტობას. ამ სიტყვის სრული გაგებით და პირდაპირი გაგებით მახსოვს გუნდ-გუნდად როგორ დაკვირვებდნენ თუ მკითხველები თუ თანამშრომლები უამრავი შემოქმედებითი სულის ახალგაზრდებს უარს არეუბნებოდი და აი რაღაცა ლიდერობდი მათ შორის. საიდან მოვიდა ჯერ კიდევ აი დამწყები სტუდენტი იყავი, შეიძლება ითქვას არა, იდეა და ამბიციაც ალბათ, ხო? კარგი გაგებით ამბიცია გაზეთის დაფუძნებისა და რატო გაინდა მაინც პაემანი? მისაღებად გამოცდებზე ვიყავით, როდესაც რამდენიმე თანაკურსელს მომავალში თანაჯგუფელს აბიტურიენტს იმ დროს მოგვივიდა ეს იდეა, რომ გაგვეკეთებინა საუნივერსიტეტო გაზეთი და ჩემდასაბედნიეროდ მე ჟურნალად გადავაკეთეთ, ჩემდასაბედნიეროდ მინდა ვთქვა, რომ ეს იყო პირველი სტუდენტური ჟურნალი ზოგადად უნივერსიტეტის, დედა უნივერსიტეტის ისტორიაში. მანამდე იყო სხვადასხვა დროს თბილისის უნივერსიტეტი გამოდიოდა, რა თქმა უნდა, საპატივცემულო გაზეთი, ეხლა გამოდიდა სხვადასხვა ფორმატის გამოცემები და ასე ვთქვათ სპეციალური გამოცემებიც იყო, მაგრამ ასე ვთქვათ გლობალურად სტუდენტური ჟურნალი, სტუდენტური პაემანი იყო, სტუდენტების მიერ დაფუძნებული და შექმნილი იყო პირველი. პაემანი ალბათ უფრო იმ ახალგაზრდულ ემოციებთან და ახალგაზრდულ ჟინთან ასოცირდებოდა და სტუდენტური პაემანი რაღაცა სტუდენტობასთან უფრო რაღაცა ისეთი რომანტიკულ განწყობაზე აყენებდა ადამიანს და სადაც სტუდენტია იქ პაემანი. რა თქმა უნდა და ეს დაგეთანხმებთ, ეს ნამდვილად იყო სტუდენტური გამოცემა, ეს არ იყო ბოლოს უკვე მხოლოდ საუნივერსიტეტო გამოცემა არ გახლდათ ეს. თლიანად 24-ვე სახელმწიფო, მაშინ 24 სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო და რამდენიმე ათეული კერძო უნივერსიტეტი და კოლეჯი და ვცდილობდით მათი ახალგაზრდული, ასე ვთქვათ, მოძრაობები და ფრთები შემოგავშირებინა, შემოგვეკრიბა და რაღაც საერთო სტუდენტურ გაზეთად ქცეულიყო და
რაღაცა ფორმით ალბათ შევძელია. თქვენს რო გახსოვთ დღეს და სპეციალურად პირველი არხად ჩემს საბედნიეროდ ვისაც ახსოვს სტუდენტური პაემანის გამოცემის პერიოდი, მე ალბათ ერთ-ერთი ბედნიერ ადამიანად შემიძლია ჩავთვალო თავი, რომ ტყუილად არ ჩაუვლია იმ სტუდენტურ წლებსაც. ეს იყო მართლა რაღაცა გამონათება. კი, სხვა მუხტი იყო, სხვა რეალობა იყო და სხვა ინტერესი იყო ახალგაზრდებშიც. დღეს უფრო ელექტრონული თაობა, უფრო ელექტრონული მედია საშუალებები არსებობს და გაზეთს უფრო ნაკლებად ეტანებიან, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო მართლა და მაშინ რაღაცა ისეთ ტკბილ მოგონებად მართლა შეიძლება დაამახსოვრდეს ადამიანის ის წლები. ახსოვთ კიდეც. ჩემო კარგო, მთლად მარტივი ვერ იქნებოდა და არც ყოფილა შენი სტუდენტური წლები რედაქტორულ საქმიანობასთან შეთავსება ამისი ნამდვილად არ იყო მარტივი აი ამაზე ხო? კი, და სხვათა შორის მე მქონდა ბედნიერება მესწავლა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, სადაც ჯერ ბატონი ნოდარდაბიძე იყო დეკანი და შემდეგ ბატონი ნუგზარ ფოფხაძე და ჩემდა საბედნიეროდ შეზღუდვას ვერ უზნობდი. მეტიც ყველანაირი ხელშეწყობა მქონდა დეკანატის მხრიდან, რექტორატის მხრიდან, ბატონი როინი იყო მაშინ უნივერსიტეტის რექტორი. ყველანაირი ხელშეწყობა მეც პირადადაც და ყველა იმ ადამიანს, რომელიც აი მთელი მონდომები და არცით იყო ჩართული ამ სტუდენტური გაზეთის კეთების პროცესში, მაქსიმალური ხელშეწყობა გქონდა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მხრიდან. რათა ჩვენი ემოცია ჩვენში არ ჩამქრალიყო, ის ჟინი სტუდენტური არ ჩამქრალიყო და უფრო მეტი სისხლით, მეტი მონდომები და მეტი ენთუზიაზმით გაგვეგზელებინა გაზეთის კეთება. რთული იყო თქო, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მაშინ კიდევ ვერ აღვქავდით იმდენად რედაქტორობა რას ნიშნავდა. უფრო სერიოზულად ვერ, მაშინ უფრო რაღაცა ახალგაზრდულ ხასიათზე ვიყავით და ახალგაზრდული ჟინით ვაკეთებდით ამ გაზეთს და რთული ნამდვილად არ ყოფილა იმ პერიოდში. როცა გიხარია და გიყვარს და გაინტერესებს რაღაცის კეთება, იქ შეუძლებელი არაფერია და ეს ერთი დიდი ფაქტი დასაბუთება ამ დებულებისა სწორედ ეს იყო ჩემო გიორგი, ნამდვილად წარმატებული გაზეთი იყო, კარგი წამოწყება იყო და მშვენივრად უძღვებოდი შენ ამას. საგაზეთო ორ ტრიალში ლექციაზე დასასწრებადაც იშვიათად იცლიდით. რა დასამალია და ჩვენი საფიცარი უნივერსიტეტის დირექტორებში ჩვენ უფრო ხშირად გვისაუბრია და შეიძლება უფრო სერიოზულ თემებზე, ვიდრე იქ 40 ზოგჯერ 100 კაციან აუდიტორიაში. არა? საქმეზე სწორედ პროფესიაზე და ასე შემდეგ და ვიდრე აუდიტორიაში, მაგრამ ჩვენი ამ ძალზე არაორდინალური სტუდენტ ლექტორის ურთიერთობისას ხარ მიყვარს ადამიანის პირში ქება არ მომწონს, მაგრამ ნუ ფაქტია და უნდა ვთქვა ყოველთვის მომწონდა შენი წიგნიერება, წიგნის, გაზეთის, ზოგადად ნაბეჭდი ტექსტის სიყვარული. აღარას ვამბობ შენს ცოცხალ კვირცხლ ანალიტურ აზროვნებაზე, სიახლის, აქტუალურის დანახვის უნარზე და ამის შედეგი იყო ის ყველაფერი, რასაც შენ მე მიაღწიე. ხამას რატო გეუბნები? აი შეგეკითხებოდი სხვა შემთხვევაში ხომ არ შეცვალა ციფრული მედიის ეპოქამ შენ ეს ინტერესი მეთქი, მაგრამ მით უფრო ხედავ რომ საკმაოდ გაშინაურებული ხარ იმ ციფრულ მედიასთანაც მშვენივრად ხსნობ თავს ხომ? ნუ ახლა მოიტანე დრომ ეპოქამ და მაგის გარეშე წარმოუდგენელია. მაგრამ აი ფაქტი, რომელზეც ახლა მინდა მაინც ვისაუბრო, პასუხობს აი ამ ჩვენსავე კითხვაზე. ხა თქვენ კი გასწავლიდით რომ ინტერვიუს ყველაზე დიდი ნაკლია, როცა ჟურნალისტი თავად პასუხობს თავის კითხვას, მაგრამ ეს ფაქტი პასუხობს, ეს ეპიზოდი ჩვენი ურთიერთობისა. ცოტა შორიდან დავიწყებ. სტუდენტობიდან ერთი სისუსტე მომყვება, ბუკინისტური წიგნების სიყვარული. არც გასაკვირია, იმიტომ რომ დიქტატორული რეჟიმის დროს მომიხდა რაღაცა ნაწილის გატარება ჩემს სტუდენტობისაც კი და მაშინ თუ რამე საინტერესო და კარგი იყო ჩემო კარგო, ან აკრძალული იყო, ან დეფიციტური, ხო მართალი? ან ბუკინისტის იქეთ გზა არ ქონდა სხვა და თუ როცა გვიყვარდა ეს ყველაფერი და მე გამიმართლა სხვებთან შედარებით, ამიტომ იმჟამინდელი ჩემი თაობისა და კიდევ უფრო ბევრად უფროსი ადამიანები დამიმოწმებიან, რომ თბილისის კოლორიტი, კიმოთე
მახაური ბუკინისტი არ ვიცი შევაშენს გახსოვს თუ პატარა ხარ ზედმეტად პატარა ხარ გაგიგია უცბად აი ეს თიმოთე მახაური ხებზე მეტად გამომართლა იყო ჩემი მეზობელიც ამავე დროს და მე კიდეც დავმეგობრდით რომელსაც ვერისუბანში კონდეს პაწაწინა მაღაზია აი საოცრებით საოცარი გამოცემებით საოცარი მართლა ბუკინისტური მართლა უიშვიათესი და ხშირად აკრძალულიც მაგრამ ჩემს მეზობლად საფრთხალოზე თავისი პატარა ბინაც ხუთჯერ მეტი და უფრო საინტერესო წიგნებით ჰქონდა მას სავსე და აი ამ სამყაროში ჩვენ შეგვესვლებოდა როგორც მეგობრებს მე და ჩემს მეგობრებს ძალიან ხშირად გვანებივრებ და შვეთი გამოცემებით აკრძალული ან ახმატოვაც კი აკრძალული იყო გრიგოლ რობაქიძეზე აღარაფერს და ეს ყველაფერი შეიძლება და დიატიმოთესთან აი ესე ვერ წარმოიდგენ როგორი ბედნიერებით უციმციმებდა თვალები რაღაც ახალს რო დაგახვედრებდა მაგრამ ტიმოთე მახაური სამწუხაროდ კარგახანია ზეციურ საქართველოშია ძალიან დააკლდა ვერისუბანსაც თბილისელებსაც მეც რა თქმა უნდა ნათელი მის სულს და აი რამდენიმე თვის წინ რაღაცა 2 თვის წინ ინტერნეტში აღმოვაჩინე ბუკინისტი აი ესეა დაფიქსირებული და აღმოვაჩინე საოცარი სამყარო აი ტიმოთე მახაური გამიცოცხლა ახალგაზრდა კაცმა გიორგი ჯერ ონლაინ გიორგიზე ძალიან კარგი ბიჭია და ძალიან კარგი ბიჭია ხა მე ასე ონლაინ ვიცნობ და გიორგი რამდენჯერმე შევხვდით როცა გეტყვი მოუყვები მაგრამ ბოს და ერთ მშვენიერ საღამოობით კი არა დამთენებია თავზე დებს ხოლმე ახალ წიგნებს თავისი ანოტაციებით არჩევით ნამდვილი ტიპიური ძველმოდური კარგი გაგებით ბუკინისტი და ჩასრო უყვარს საქმე რომელსაც ემსახურება აი ტიმოთე მახაური გამიცოცხლა ამ პატარა ახალგაზრდა ბიჭმა და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე რაღაცა ისეთი ჩემთვის ასურველი წიგნი და მეწერე რა თქმა უნდა რომ აი ეს გადამიდეთ მეთქი თუ შეიძლება გიორგი მაინტერესებს ეს იყო ეხლავე გეტყვი მიხეილ მესხის თეატრალური რეცენზიები რაღაც ქართოლოგიაში მინდოდა კონფერენციაზე გატანე და აი ეს ჯერ გავოცდი რომ ასეთი ძველი მაგრამ გაოცების უნარს არ გიკარგავს ეს ადამიანი და ნუ ძალიან ისე დანანებით მომწერა საკმაოდ დელიკატური ადამიანია იცით თუ გაიყიდაო ეს წიგნი და რაღაცა მეოვეცდებიო და ესე და ხო წარმოგიდგენთ ბუკინისტური წიგნის შოვნა ის ერთი ეგზემპლარი რო იყო ის მიკვირდა და გავაგრძელე გულდაწყვეტილმა ახალი კოლექციის თვალიერება იქ სხვა ძალიან საინტერესო იყო არითა აღარ მახსენდება მოგონებები არაჩვეულებრივი გრიშაშვილის მეგობარი ქალბატონი საოცარი და კიდევ ძალიან ბევრი ნუგეშად ვიპოვე სხვა წიგნებიც მაგრამ ცოტა ხანში მომწერა გიორგი ეს იცითო თქვენმა ყოფილმა სტუდენტმა რომ გაიგო თქვენი დაინტერესება ამ წიგნით და დაგიტოვოთ საჩუქრად ეს წიგნიო საიდან დაგახსენეთ და მერთო ვინ სტუდენტმა ვიყოფილმა ან საჩუქრად რატო დამიტოვა შევწუხდი ახლა ძალიან და აი ეს ყოფილი სტუდენტი რომელსაც მე ყოფილს არ ვეძახი იმიტომ რომ თუ ჩვენი მეგობრობა გრძელდება და დიდწილად ჩვენი ბედნიერებაა რომ ჩვენი სტუდენტების 45 წლიანი მეგობრობა გრძელდება და მომუყვება დღემდე და ეს მართლა ძალიან დიდი განძია ჩემთვის ძალიან ბევრი რთული პერიოდი ჩემი ცხოვრების და მეგობრობამ გადამატანინა აი გიორგი მამაცაშვილი აღმოჩნდა აი ეს ჩემი ყოფილი სტუდენტი ახლა აქ კომენტარს აღარ გავაკეთებ იმას კი ვიტყვი რომ ეს არის ლექტორის ძალიან არაორდინალური ბედნიერება ჯერ ერთი რომ 30 წლის მერე ახსოვ ხარ სტუდენტს ხო არა მხოლოდ ლექტორის მინდა გითხრათ იმიტომ რომ მე როდესაც გიომ მითხრა ქალბატონ დიანას უნდა ეს წიგნიო რომელი ქალბატონი დიანა მეთქი ტყებუჩავაო ძალიან კარგი ქალბატონიაო ჟურნალისტიაო და მას უნდაო და როთხარი გავჩერდეთ გადადაექცინი ქალბატონ დიანას ჩემთან საჭიროდ გადაუნახე მეთქი და ამითი მე ვიყავი მე თვითონ ვიყავი ბედნიერი ახლა არის ბუკინისტურ წიგნებში ახლა იშვიათი გამოცემები რომლებიც მართლა აი თვალის და უხამხამებლად უნდა მიიტაცო მაგრამ ჩემთვის ის უფრო მეტი ბედნიერება იყოფილა შემთხვევები რაღაცა წიგნები მაგრამ ლევანს დომებია თაქთაქიშვილს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს ჩემ მეგობარს და გიორგისთვის მithქვამს არა ის წიგნი
მე შეიძლება იმდენს არაფერს არ მაძლევს, მაგრამ ლევანის თუ უნდა ეს ლევანისთვის უფრო მნიშვნელოვანია და საჭიროა და რა თქმა უნდა გადადა ლევანისთვის. ნუ ეს მე თვითონაც მახარებს გულწრფელად შენ არ უნდა ვიყოთ მიმტაცებლები, არ უნდა ვიყოთ მიმტაცებლები, და ეს რომ არ ახარ თუ შეგვიძლია ადამიანები გავახარო და ერთმანეთი გავახაროთ, ამაზე მეტი ბედნიერება რა არის. ერთი რო ახსოვ ხარ, მე რო საერთო ინტერესები გვაქვს და შენ რო ბუკინისტური წიგნით ინტერესები ეს უკვე ჩემთვის იყო სიხარული. კი, მე მაგალითად ეგ ბედნიერება მაქვს. შემიძლია არ ვიყიდო რამე ძვირფასეულობა, არ ვიყიდო ძვირფასი ტანსაცმელი, მაგრამ წავიდე და წიგნებში დავფარჯო ფული და ეს არის მონათესავე სულის ერთობა, სულ 4 შვილი მეზრდება და ვიღაცა მაინც გამომადგება ამ წიგნებში გზის გამგზელებლად მე და დაინტერესებით და რომელიმე მაინც დახვდება წინ და ჩემო გიორგი მე რომ აი შეუფასებელი განცია წიგნებში შეუფასებელი განცია რაც არის და ეს და აი მე ვერც კი გავიგებდი ეს წიგნი ვინ შეიძინა ხო ხარც ვიკითხავდი ამ კითხვას არ დავსამდე დელიკატურობის გამო ხო 100 წელი მე ამას ვერ გავიგებდი და აი ეს აი შეიძლება სწორედ იმას რაც ჩემთვის ძვირფასი იყო ხო მართალ თორე ზოგ მაინც თუ რაც არ უნდა იმას გააჩუქებ ეს სხვა რამეა ეს სხვა რაღაცა მე ბავშვობიდან მახსოვს ყოველთვის სიკეთეთ ის უფრო არ იქნება რაც გიყვარს და იმას შევქნით რაც არ შეიძლება და იმას გაასხვისებ ის კი რა თქმა უნდა არის სიკეთე მაგრამ რაღაცა ოთარ ამ თქვით მადლმოყრილი სიკეთე ის აღარ იქნება რაც გიყვარს და იმას გასცემ ის უფრო მეტია რა თქმა უნდა და ეს ყველაფერი ხო ერთად დამატყდა თავს და ნუ რა ვიცი ძალიან გამბიბაა ისაღამო გამახარეთ ამ ექსკურსიებზე მადლობა ჩემო გიორგი ამ ყველაფრისთვის და რაც უმთავრესია გუტენბერგის პირმშოს გუტენბერგის ეპოქის პირმშოს წიგნის ერთგულებისთვის და აქვე ჩდება საჭირო და სხვა კითხვა. ეხლა ამის მერე მე შე როგორ კითხავდი ციფრულმა მედიამ ხوار შეცვალა ჟენი ფასეულობები მეთქი. ეს ერთი დეტალი უკვე პასუხობს ამ კითხვას, ხო? მაგრამ აი საჭირო და კითხვა, როგორ ფიქრობ, მოახლოვდა ბეჭდური მედიის აღსასრული და ამაზე ბევრს ლაპარაკობენ. გაქრობა ემუქრება გაზეთს, ჟურნალს, წიგნს, გაციფრულებული მკითხველებისგან. მე შორს არ იმაზრისგან, რომ ახლა ინტერნეტი მარტო გართობის მცირ, როგორ გეკადრებათ უკიდეგანო სივრცეა ლიტერატურის და პოპულების პირველი წყაროა. რა ინფორმაციისა და იშვიათი წიგნებისაც და ასე შემდეგ, ხო? და რაც თავარი ახლა მე თვითონ ვისაც ფურცლის, ნაბეჭდი ფურცლის სურნელიც კი მიყვარს. დროის ეკონომიის თუ არ ვიცი რა თუ ეპოქა მოიტანა პრესასაც ზოგჯერ ინტერნეტში ვეცნობ იქ უფრო სწრაფად ამას ვაკეთებ და ებაშად წიგნებსაც იშვიათ წიგნებსაც იქ პოულობ თუმცა ხო მე მიყვარს ფურცელი რა ქნა სამწუხაროდ ამ თანამედროვეობამ მოიტანა ის რომ რაღაცა დოზით მოაკლდა მკითხველი ბეჭდურ მედიას რომ შემთხვევაში მედიაზე ვიმჟები წიგნი მაინც კიდე განსხვავებული ფენომენია ამ შემთხვევაში წიგნის მიმართ დაინტერესება კიდე შეინიშნება ვთქვათ დღევანდელ ახალგაზრდობაში მაგრამ თვითონ მედიის ბეჭდური მედიის მიმართ გაზეთების ჟურნალების მიმართ რა თქმა უნდა მოიკლო თუმცა მე მაინც ვიმედოვნებ რომ აქ ალბათ სახელმწიფოებრივი ჩარევაც უნდა მოხდეს და სახელმწიფომ უნდა აიყვანოს კონტროლზე ეს თემა რომ მთლიანად არ გაქცეს და არ განადგურდეს ბეჭდური მედია თორე სულ ზღაპავს დღეს მართლა უმძიმე სიტუაციაშია უმძიმე სიტუაცია აი უმძიმე სიტუაციაშია დღეს ბეჭდური მედია ფინანსურად პროფესიულად და ამას ცოტა სხვა მიდგომა სჭირდება, ცოტა სხვა რეგულაციები სჭირდება, ცოტა სხვა საშეღავათო პირობები სჭირდება და მე მაინც მგონია რომ აუცილებელია, არათუ სასურველი აუცილებელიც კი ბეჭდური მედიის არსებობა ქვეყანაში. ასეა სხვა ევროპულ ქვეყნებში, ამერიკაში, განვითარებულ ქვეყნებში იქ ჩვეულებრივად არის ბეჭდური მედია, იქ საფრთხეს ვერ გრძნობენ აი ამ ელექტრონული მედიის საფრთხეს, საფრთხე არ იქნება იმ ბეჭდურ მედიას. ჩვენთან გაცილებით მძიმე სიტუაცია მხრივ. თუმცა იქაც არის პრობლემა, მაინც მაგრამ აი რითიებიან ეხლა გიორგი არ ვიცი ნუ რა ვისეწყინება, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ხარისხის ამაღლება შინაარსობრივი, აი ეს სიტყვითლემაც მოიტანა, იცით? სიტყვითლემაც მოიტანა ეს და აერთს სუვეუბნები ჩემ სტუდენტებს, ახლა მე მაინც კბილებით ვებრაუჭები იმას, რომ აუცილებელია ჰაერით ეს. წიგს თავისი ადგილი აქვს, ჟურნალს თავისი, იმას თავისი დანიშნულება და ჩვენ ხო სწავლობთ მაინც უცხოურ მედიასაც რაღაც დოზით და აი მე ძალიან
ეხლა იქაც დეგრადირებს სამწუხაროდ, არ ვიცი რა ხდება, ხა მოიტანა, მაგრამ New York Times აქვს თავისი ელექტრონული ვერსიაც ხატია და რამდენიმე მილიონი მნახველი ყავს, მაგრამ ამის მიუხედავად მას პრობლემა არ აქვს და რატომ? ერთ მაგალითს გეტყვით უბრალოდ. მას ყავს ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ეგრეთ წოდებული კალამნისტი, ანუ საავტორო გვერდის ავტორი. ცხადია, ახლა მე ვკითხულობ რა აქვს თბილისში, საქართველოში. მის საავტორო გვერდებს ძალიან საინტერესოა. ახლა ის კი ნობელის პრემიის ლაურეატია, ეკონომისტია, ძალიან რთული სფეროს წარმომადგენელი, რომელიც ჩემთვის ჩინურია, მაგრამ მას მეორე მხრივ პიროვნებას უნარი აქვს, რომ წეროს ჩემთვის გასაგებად. ანუ არა ეკონომისტვისთვის, მაგალითად, ვერანაირად ვერ მივხვდი რა იყო ეს კრიპტოვალუტა, რა, ისე მშვენივრად. ახსნა. არაჩვეულებრივად, ხომ? და ასე შემდეგ. სპორტზე წერს, კულტურაზეც, ბევრ რამეზე, მაგრამ ასე ძალიან სერიოზულ თემებს პოპულარული ენით. იქნებ აი ამაზეც ვიფიქროთ ჩვენ ჟურნალისტებმა, რედაქტორებმა, გამომცემლებმა, რომ კი არ გავაყვითლოთ. არ უნდა საქართველოა, იცით, ინტელექტუალების ერია, რუსთაველის ერია, ხარ მინდა რაღაცა ლოზუნგები გამომივიდეს. ნუ მიგდებენ მარცხრად მკითხველებს რა, არ გვაინტერესებს არავისი პირადი სივრცე. პირიქით, მე უხერხულად გნობ თავს და გადავდებ ხოლმე გვერდზე და არ ჩემი ძენია ხშირად ჟურნალი, რომლის ყდაზეც რაღაც უხამსობა შეიძლება ძალიან პირდაპირი გაგებით არ მაგრამ ვიღაცის პირადი საქმე აკეთოს კაცმა და პროფესიონალი იყოს და პირადი ცხოვრება მისი პირადი საქმეა, ხო? ამაზე დიდი, მithumetes ქართული მენტალიტეტის ადამიანისთვის, რაც არ უნდა შენ ჟურნალისტი იყო და აი ეხლა დაუჩემებიათ, რომ საჯარო პირიც ადამიანია, იცით და იმას უნდა დაუტოვო თავისი ცხოვრება, თუ ის საქმეს არ აკლებს არაფერს. ეს ჩემი პირადი აზრია, ხა ამას ვერ დავაკანონებ, მაგრამ ადამიანურად, ეთიკურად, დეონტოლოგიურად რა თქმა უნდა ყველაფერი აი მე მგონი რომ ძალიან გაიოლდა იცით ჟურნალისტობა ეგრეთ წოდებული ჭალებში ჩასული დღეს მის ხელში მიკროფონი ყველა ჟურნალისტია ვინც რაღაცა ბლოგს დაწერს ყველა ჟურნალისტია ვინც ვიღაცას მიკროფონს ეგრევე თავში ჩაარტყავს ჟურნალისტია ეს მიდგომები უნდა შეიცვალოს და ზოგადად დღეს ჟურნალისტიკა ყველაზე იაფი პროფესია ჩვენში, მაგრამ პროფესიადაც არ აქვს ეული უბედურება ეგ არის რომ სამწუხაროდ დაკარგა პროფესიის სტატუსი. განვლილია იმ ძველი რეჟიმის შემხედვარეებმა დავკარგეთ პროფესია, იმიტომ რომ როგორც პროფესია ჟურნალისტიკა გააუქმეს, მოსპეს და დღეს სწორედ ამაზე არის მე თუ გითხავთ უპირველეს ყოვლისა ხმა ამოსაღები, ამაზე არის დასაწყები და ამით არის რა თქმა უნდა ეს არის ყველაზე მთავარი შეიძლება იმიტომ მიხარია შენი მოსვლა სწორედ ქვეყანაში პრესის კანონი ადეკვატური, რაც შესაბამის ჩასჩოებში ცუდი ნათქვამია, მაგრამ დიახაც ჩასჩოებში ცივილიზებულ კანონიერ ჩასჩოებში მოაქცევს პროფესია და აქცევს და ჟურნალისტს ერქმევა ჟურნალისტი, ბლოგერს ერქმევა ბლოგერი, უზრდელს ერქმევა უზრდელი და პასუხისმგებლიანი პროფესიონალს ერქმევა პასუხისმგებლიანი პროფესიონალი. აი ამისთვის არის ეს კანონი მისაღები და სხვათა შორის გადახედეთ ევროპის ქვეყნებს, იქ პრესის კანონების არის მასობრივი საშუალებების სამინისტროების არის და ჩვენ არ იმუშავა. აი ქარტია რო იყო, მე მაგალითად მიმაჩნია რომ ქარტიამ ერთ-ერთმა პირველმა ყველაზე ცუდი როლი შეასრულა ჟურნალისტიკის განვითარებაში, იმიტომ რომ პირდაპირ იყო ის მეგმული იმ ეგრეთ წოდებულ ნარატივს და იმ იდეოლოგიასაც ამკვიდრებდნენ ზუსტად ამ ქარტიის შემქმნელები, თუნდაც იგივე ლევან რამიშვილი, გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილი, მათი ასე ვთქვათ წვლილით არის ქარტია შექმნილი და NGO სექტორად ჩამოყალიბდა და კანონი იაფი საქონელი გახდა ჩვენში, როგორც უთაშყიაში იყვნენ. კანონი იაფი საქონელი გახდა ჩვენში და პრესის კანონი შესაბამისად გააუქმეს და დღეს საქართველოში არ არის პრესის კანონი. დღეს პრესის კანონი არ არის, ვერავინ ვერ მოგედავება. არის გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი, მაგრამ ეს აბსოლუტურად სხვა რამეა და პრესის კანონი არის აბსოლუტურად სხვა რამე. ასეა ნებისმიერ ცივილიზებულ ევროპულ ქვეყანაში ყველგან არის იქ უმეტესობაში არის პრესისა და მასობრივი კომუნიკაციების შესახებ კანონი და შესაბამისად ის კანონი არეგულირებს შესაბამისად პროფესიონალი ჟურნალისტების მოღვაწეობასაც და საქმიანობასაც.
და კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი მაინც არ არის საკმარისი თუ კონსტიტუციაში დეტალურად ხო არ არის წერილი ის გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს მესმის მაგრამ მე გამოხატვის თავისუფლება გამოვდივარ და ცილის წამებ რომელიმე ადამიანს ცილის წამება უკვე დამაშავებული ცილის წამების კანონიც არ არის ჩვენთან არ არის ჩვენთან კანონი ცილის წამების შესახება არ არის კანონი პრესის შესახება არ არის აი დაუბეჭდავ გაზეთში რაღაცა შეურაცხმყოფელ ბინზურ წერილს პასკვილს დაბეჭდავს ვიღაცა მიაყენებს შეურაცხყოფას ცილის დასწამებს ბინზურის მოდებში გახობს უბრალოდ ადრესზე თავი იმართოს მე ამას კანონი არ არეგულირებს ამას კანონი არ არეგულირებს აბსოლუტურად არავითარ შემთხვევაში სამწუხაროდ და ამას უნდა სხვა მიდგომა ამას უნდა ზუსტად აი ჟურნალისტთა ფედერაციის ერთ-ერთი უპირველესი საზრუნავი ეს უნდა იყოს რომ კანონშემოქმედებით სივრცეში მოექცეს და აი კარგი გაგებით რეგულირებადი გახდეს მედია პროფესია იქცეს ჟურნალისტი კი, ყველგან ესეა. თუ აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს, ჩემო კარგო, შენ თავის უფლება ნიშნავს შენ თავის ფლობას, ანუ შენ თავისუფლება არ ნიშნავს ჩემი უფლებების შელახვას თქვენი უფლებების ხარჯზე. რა თქმა უნდა, მე თუ არ თავისუფალი, თქვენ ხო თავისუფალი ხართ. არ უნდა შევიწირო თქვენი თავისუფლება. და თქვენი გამოხატვის თავისუფლება მაგ უნდა მომაქციოს მე რაღაცა. ძალიან კარგად იციან ეს იმას. რა თქმა უნდა, ეს სხვანაირად. სხვა გადაწყვეტილება ქონდა და პასუხი არ მოეთხოვება და აი მორალური კანონების, ნევრალური კანონების სამწუხაროდ მორალურ და ზნეობრივ ადამიანს შველის თორემ ეგ არ უშველის პროფესიის პრესტიჟის გადარჩევა დღევანდელ მედიის უმრავლესობაში აი განსაკუთრებით იმ ეგრეთ წოდებულ კრიტიკულ მედიაში ნუ მორალზე საუბარი საერთოდ კრიტიკას არ თმევენ ჩემო კარგო ხო და ის კრიტიკა არ არის უფრო ამორალურ მედიათა აქცეული ვიდრე კრიტიკული მედიათა ყველაზე მთავარ პრობლემაზე ვისაუბრეთ ჩემო გიორგი, ყველაზე მეტად რო ვტკივა ჩვენ და მე პირადად შეურაცხყოფს კიდეც რომ ჩემი პროფესია რომელიც ძალიან მიყვარს და ვიცი რომ ელიტარული პროფესია, ვიცი რომ ბევრი შეუძლია ქვეყნის პროგრესის საქმე, თუ კი ის მეოთხე ხელისუფლების სიმაღლეზე იქნება და აი სწორედ მაგ კანონებს და წესებს დაემორჩილება, იმიტომ რომ უკანონო ქვეყანაში მოგეხსენებათ რა ხდება ხო და უკანონო პროფესიაში მით უმეტეს ხომ ამ ერთ პრობლემაზე ვისაუბრეთ, მაგრამ აი ახლა მინდა ცოტა იუმორი შემოვიდა, რო არ დავამძიმო ჩვენი დიალოგი. შენი სტუდენტობიდან მოყოლებული იყო ძალიან გულწრფელად. მეგონა რომ გიორგი მამაცაშვილმა სიარული არ იცის. დარბის. სულ სადღაც გარბის, სულ სადღაც ერჩე გელაპარაკება ძალიან სერიოზულ დაბიტოვებს რაღაცა კარგი იდეებს, მაგრამ მომდა სადღაც აგვიანდება, სადღაც გარბის, სადღაც ეჩქარება. ვერ წარმომიდგენია სამარძელს როგორ უნდა შეეგუო, თუმცა იმ სამარძელში ვინ დაგსვავს, ჩემო გიორგი, იმდენი პრობლემა დაგხვდა შენ. და დასამალია და ხო ხედავ დღეს თქვენთანაც დავაგვიანე. და ჩვევად მექცა უკვე და მეგობრები უკვე მეხმარებიან თქვენ გიორგი თავის ძოზე მოვიდეს, ესე იგი ცუდად აქვს საქმეო რა. მით უმეტეს აი ამ სატრანსპორტო სისტემის გადამყიდვა სუსაცობებია და ამ სიტუაციაში რომ მივდივართ. ეგეც გასაკვირია და დღეს ხუმრობდი შენს მოსვლამდე ერთი პირველი რესპონდენტია რომელმაც არ დამასწრო მოსვლა თქო და მაგრამ ეს ყველაზე დაკავებული კაცია თქო და მეც იგივე იმიჯი მაქვს რომ ყველგან სხვათა შორის საკმაოდ ადრე გამოვედი რომ მოვსულიყავი თქვენთან მაინც დამაგვიანდა რაც უფრო მოვინდობებ უფრო მაინც დამაგვიანდა და ნუ ხდება ხოლმე რა ვთქვათ მაგრამ როგორი რაღაცა იცი დასაჯდომად მცალია თქო ვერ ვიტყვი მაგრამ ასი არაა საქმე და სუსირბილში ვარ შეიძლება ასაკმაში გამოვიყურები ძალიან ხანდაზმულად მაგრამ შეიძლება ასაკმაში ცოტა უფრო დინჯად მისჩევნია უკვე მიუყვე საქმეებს ვიდრე ისევ რაღაცა ის ხო დინჯადს აკეთებ გადარბენებზე ყოფნი თუმცა რა უნდა არის უმაგისობაა და როიტყვენ მართლაც აგიჟეთები გვაქვს სულიან პროფესიაში იცი რომ ზოგიერთი შენი პრობლემის გასაჯაროების სურვილი ხომ არ გაქვს იქნებ ადრესატია ვისაც შეუძლია დაეხმაროს ფედერაციას იმიტომ რომ მე კი არ მიმაჩნია ასია ზოგადად ცნობილი და დაკანონი და ეს აქსიომაა რომ თუ ქვეყანაში განათლება არის სათანადო დონეზე თუ ყავს მას მართალი და კეთილშობილი მედია მისი საქმე კარგად არის. საზოგადოების პროგრესს ემსახურება ეს ყველაფერი და იმიტომ განათლებაც და მედია, ანუ მეოთხე ხელისუფლება, რომელიც ფაქტობრივად არის მაკონტროლებელი ყველაფრისა ქვეყანაში კარგი გაგებით. თქვენ მითხარით რამის გასაჯაროება ხო არ გინდა? კი. ერთი წელია გავხდი საქართველოს ჯერ ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირის თავმჯდომარე და დღეს უკვე შემიძლია თამამად ვთქვა რომ პრილობაზე ერთობლივად ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება და შეუცვალეთ სახელი და
დავიბრუნეთ ასე ვთქვათ ძველი სახელწოდება და დღეს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციას წარმოვადგენ. ამ 1 წლის მანძილზე არ გამისაჯაროვებია არც ერთი პრობლემა პრაქტიკულად. ვცდილობდი უფრო სხვა მეთოდებით მომევარებინა პირადი კონტაქტებით, პირადი ურთიერთობებით, მეგობრების, კოლეგების, აი ამ პროფესიონალი ხალხის დახმარებით და ჩემს საბედნიეროდ შედეგი დაიდო. და ის შედეგი დაიდო, რომ ამ 1 წლის განმავლობაში დაგროვებული, ამ 21 წლის მანძილზე დაგროვებული რაღაცა პრობლემები, რაღაცა ფორმით მოგვარებისკენ წავიდა და ამის ერთ-ერთი გვირგვინი გახდა ამ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში შემდგარი ყრილობაც, რომელზეც მე ვიღეთ გადაწყვეტილებაც შევცვალეთ ლოგოც, ფედერაციის სახელწოდებაც, აი მიდგომებიც და მე ვამბობდი ახლა ამ 1 წლის განმავლობაში როდესაც მთავარი პრობლემები მოვაგვარეთ, ახლა უნდა დაიწყოს სტრუქტურული ცვლილებების ხანა ჟურნალისტთა ფედერაციაში, სტრუქტურულად უნდა ჩამოყალიბდეს ყველაფერი, იქ უნდა გაიწეროს კონკრეტული ფუნქციები, იქ ურთიერთობები სხვადასხვა სასწავლო ორგანიზაციებთან, კოლეგა ორგანიზაციებთან, ასე შემდეგ, უნდა აღდგეს პრაქტიკულად განადგურებულია ბაზა, ვინ არიან ფედერაციის წევრები, ვინ არიან დაჯილდოებულთა სიაში, სხვადასხვა ჯილდოები. მე არ ვიცი ვარ თუ არა დღეს წევრი ფედერაციისა. აი შემიძლია ძალიან გულწრფელად თქვა, რომ კაკი შიხარულიძის მერე არ გავხსენებიორ ფედერაციას არა და ერთ ოჯახად. ხო და აკაკი შიხარულიძე ჩვენ და ჯავახიშვილის უნივერსიტეტი აკაკი შიხარულიძის პერიოდში შიხარულიძე ზუსტად 2003 წლამდე იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე ფედერაციის. ნუ რა ვისეწყინება, მაგრამ როდესაც აკაკი ამოწურა ასე ვთქვა თავისი სამოქმედო ვადა და ბატონი აკაკი აღარ გახდათ ფედერაციის თავმჯდომარე, შემდეგ იყვნენ სხვადასხვა დროს იყო იქ სასამართლოები, ჩივილები, ერთმანეთის რაღაცა დაპირისპირებები, მაგრამ მუდოგოს მოვედით ამ დღემდე. მოვედით და დღეს ისევ ფედერაცია გახდა ამ 20 წლის თავზე, 21 წლის თავზე და დღეს მე ვერ გეტყვით კონკრეტულად ვინ არის ფედერაციის წევრი, ვისა ჯილდო აქვს მიღებული. სწორედ ამაზეა ამის გამო შექმნილი კომისია, საკმაოდ წარმომადგენლობითი კომისია შექმნილი ყრილობაზე შეიქმნა აღნიშნული კომისია, ბატონი ბონდო მძინარაშვილი ხელმძღვანელობს ამ კომისიას და აი მაგას ვამბობდი ზუსტად სტრუქტურული ორგანიზაციის ხანა ეხლა იწყება ფედერაციაში და ალბათ მე მაინც მგონია კი და უახლოესი 1 წლის მანძილზე კონკრეტულ შედეგამდე აი როგორც გავასუფთავეთ იმ ძველი რაღაცა დარჩენილი პრობლემებისგან ფედერაცია და რაღაცა ამოვიყვანეთ რო იტყვენ ჭაობიდან კი ეს ყველაფერი იმიტომ მე მართლა მткиვა და ეხლა აი ამ სტრუქტურული ორგანიზაციის ხანას ვიწყებდი მე იმედი მაქვს რომ 1 წლის თავზე საკმაოდ მკვეთრი და გამოხატული შედეგით ვიქნებით 1 წლის თავზე აი ამ სტრუქტურული კუთხითაც იქ ბიუროებია რეგიონებში პროფესიონალებს მიხედვა უნდა კოლეგებს ხანაით ყურადღების მიქცევა უნდა რეგიონულ ბიუროებში ხო პრობლემებია ფედერალურად უფრო მძინეა შეიცვალა წესდება და აბსოლუტურად სხვა აი ახლებური მიდგომით მიუძღებით შესაბამისად რა თქმა უნდა თანამედროვე სტანდარტებითაც მიუძღებით უკვე აი ამ ჩვენ საქმიანობას და ნახოთ ნელ-ნელა მე მაინც იმედი მაქვს რომ აი მეგობრების კოლეგების დახმარებით გვერდჩიდგომი და რაღაც აი ამ არახმაურიანი ქმედებებით შევძლებთ რაღაცა შედეგის დადებას. ჩვენ შედეგია მთავარი. რა თქმა უნდა, ჟურნალისტები ვართ. მე ამიტომ შემოგთავაზეს რომ აი ეს ტრიბუნა იქნებ გამოვიყენოთ. პირიქით, დიდი მადლობა. პირიქით მე გამოვიყენოთ მინდა რომ მომავალში ვიგულოთ თქვენი ტრიბუნაც ერთ-ერთ მხარდამჭერად და გვერდჩიდგომად, იმიტომ რომ ტელევიზია რისთვის არსებობს და შენ კარგად იცი მე მგონი, მაგრამ მაინც შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს და ყველაზე დიდი და მთავარი ხიბლი ეხა პატარა ანეკდოტურ ფაქტს მოგიყვები. იყო ასეთი არაჩვეულებრივი ქალბატონი ქსენია სიხარულიძე, გეცოდინება პროფესორი, ფოლკლორისტი, ბრწყინვალე, ლადო გუდიაშვილის თაობისა და მეგობრობდნენ ესენი და გადაეკიდა სიბერეში, ისო უნდა დაგხატო გინდა თუ არა ლადო. გაიგიჟა თავი, რას ლაპარაკობ ლადო? ყურძნობაში არ დამხატე და ჩამიჩობაში მახატავ და ხუმრობ ხოლმე, რომ ყურძნობაში არ მიფიქრია ტელეეკრანზე და საავტორო გადაცემას და დამარებეთ ხახნო თავი თქო, არ გახანს, მაგრამ გეტყვი საკმაოდ სჭირდება ჩვენს სხვა რამეს გეტყვი გიორგი, სხვა რამეს გეტყვი, ჩემო დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. ეხა სხვა რამეს გეტყვი. იცი რა შეესაქმე? ეს გახლავს. მე დიდ პატუს ჩემს კოლეგას ყოველას თუ ის მართლა კოლეგაა და თვითმარქვია არ არის და შემთხვევით გაჟურნალისტებული ბჭყალებში, მაგრამ ეს არის ჩემი სალოცავი ადამიანების დაარსებული ტელევიზია. მერაბ ბერძენიშვილი, აზურ ერქომაიშვილი, რეზო ჩხეიძე და ანდერძათა დატოვებული
რომ ტელევიზია შეუძლია დაამხოს და ააშენოს ქვეყანაო და ეს ერთი ტელევიზია იყოს მართალი ტელევიზიაო. აი ეს ყველაფერი რომ წავიკითხე, ვიფიქრე თეატრებიჩავა თუ რამე შეგიძლია მოდი რა და აი რაც ვიცი ამ პროფესიაში და შენ კარგად იცი რომ მეტი მე არაფერი ვიცი მინდა რომ აი იმაში რასაც შენ სწორედ აკეთებ მე ამ ჩემი პატარა ტრიბუნიდან მინდა რომ რაღაცნაირად ისა ყველაზე მთავარი რაც არის თქვენ რაც გააქვთ და სხვათა შორის რამდენიმე ჩვენს კოლეგასაც გამოკვეთილად ჟურნალისტიკა არ არის ხმაური ჟურნალისტიკა არის მე ჩემი აზრით სახელმწიფოებრივი აზროვნება და აი ამ სახელმწიფოებრივი ქვეყნის გადარჩენისთვის და ამ ინტერესისთვის გადადგმული რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჟურნალისტიკა დღეს ყველას მიაჩნია რომ იცი მიკროფონი უნდა უსტყათ ყველას თავში პანჯერიდან უნდა გადავწყვეტ. არა ჟურნალისტიკა არის ფაქტების სიმართლისა და დაჯოზე დგომა უპირველეს ყოვლისა, მაგრამ სახელმწიფოებრივი აზროვნების მხრივ. ეს არის მე თუ მკითხავთ უპირველესი ვალდებულება და მოვალეობა ჟურნალისტის, იმიტომ რომ მაგალითად 2008 წლის ომის პერიოდში, როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ზუსტავი ორის გასცა რა, ნუ სიუჟეტი იყო და პირდაპირ ეთერში იყო და სწორედ ამიტომ დაასახელა ლოკაცია ბიჭების. და ის ბიჭები დღეს ღმერთმა მათი სულები ნათელში აღარ არიან. იმიტომ რომ მტრის ეს იყო უცოდა მეტი. მაგას ვამბობ. აი აქ ვხედავ მე სახელმწიფოებრივი აზროვნების პრობლემას. და ჟურნალისტიკა ამ შემთხვევაში, როდესაც შენ თვითონვე ეცდები, რომ სახელმწიფოებრივად მიუდგე, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიუდგე, ესა თუ ის მასალა არის თუ არა გასაშუქებელი ამ დროს და ამ სიტუაციაში, ამის მე უფრო გვეშველება მე მგონი რა. უმძიმესი ვითარება ამ კუთხით ჩვენს ელიტარულ პროფესიაში და ამიტომ გიორგი ხარ მართლა მძიმეა ქუდი მომნახისა და უამრავი პრობლემა ერთად დაგაწყდა, მაგრამ თუ აი განათლების კერებს არ დაუკავშირდი და ადრე თუ გვია, გახსოვს მე გთავაზობდი, რომ არაჩვეულებრივი კონფერენცია ჩავატარეთ სტუდენტური ერთ-ერთ უნივერსიტეტში და ორი ლექტორის გარდა არ ვესწრებოდით არც ერთი ბავშვები, მხოლოდ სტუდენტები, დიდი ენთუზიაზმით, უმაღლესი დონის იყო, შენ მაშინ თავშესაფარი არ ქონდა ჟურნალისტთა კავშირს, გახსოვს რომ თხოვე, იქნებ მეთქი. ამ ბავშვების мотивация რო გამეჩნდა. მე უფრო მეც გეტყვით. უნივერსიტეტებიდან არ უნდა დაიწყოს, უნივერსიტეტებიდან არ უნდა დაიწყოს ჟურნალისტიკის სწავლა, მაგალითად ჩემს ბავშვობაში, ძალიან კარგად მახსოვს, რომ ორ სკოლაში მომიწია სხვადასხვა დროს სწავლა და იყო კედლის გაზეთი, იყო სკოლის რადიო, რაღაცა ღონისძიებებს ვაკეთებდით, ვაშუქებდით და თვითონ სკოლაშივე უნდა იყოს დაინტერესება პროფესიული კუთხით, რომ კედლის გაზეთი გაკეთდეს სასკოლო სკოლის ბავშვები იყვნენ ჩასულები მე-9, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასები და კედლის გაზეთი ხო სხვა ტექნიკაა და შეგვიძლია საერთოდ გაზეთი თუნდაც ონლაინ პლატფორმით იყოს ის გაზეთი თუნდაც რომელ სკოლას უჭირს ახლა საერთოდ ონლაინ და ხო არ პრობლემა არ არის, მაგრამ ამაში სახელმწიფოს როლს ვხედავ მე უფრო ნიშნულოვნად და ნიშანდობლივად, რომ სახელმწიფომ უნდა გადადგას აი განათლების რეფორმაში ეს უნდა ჩაიგდეს, რომ ინტერესი იმ ბავშვობიდანვე მოვითხოვე ჩარავის არ გაახსენდება ბავშვობიდანვე შთაენერგოს იმ მოსწავლეს პროფესიის მიმართ რაღაცა დამოკიდებულება გაუჩნდეს, სიყვარული გაუჩნდეს, მიდგომები გაუჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ცოტა სხვანაირი, პროფესიის მიმართ სხვანაირი და აქედან გამომდინარე შემდეგ უკვე უმაღლეს სასწავლებელში ამას დახვეწავს სხვა პროფესიულ საფეხურზეა და რაღაცა შეიცვლება თორე ის რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ სისხლი ახლა ჩემგან ცოტა ძნელია ამის თქმა ახლა საქართველოს ჟურნალისტიკის თავმჯდომარე გამოდის და ამბობს რომ ისიც ჟურნალისტიკაში გვაქვს უმძიმესი პერიოდი არის და რა ვქნათ დავმალოთ ვიღაცამ უნდა თქვას რომ მეფე შიშველია ეს თუ არ თქვი ვერ შეიმოსება ხო სწორია ამიტომ მე არ ვიცი მე ვფიქრობ რომ თუ რამე აზრი აქვს ამ გადაცემას სიმართლეს იკეთით რა თქმა უნდა საქმის სასიკეთო სიმართლეს ის კი არა რომ დამნაშავეს მოეფერო საქმის სასიკეთო სიმართლე უნდა თქვა ჟურნალისტმა და ამის კეთება მინდა რომ რაღაცნაირად სოფლიო გამოცდილების ჩვენი ეროვნული ტრადიციების საფუძველზე მინდა რომ რაღაცნაირად აი ამ დღესაც ეს თავისი პატარა საქმე გააკეთოს. თქვენზე არ მხოლოდ, მაგრამ აი უბრალოდ თაობაში დღეს არიან ისეთი სახელოვანი ჟურნალისტები და ისეთი სახელოვანი კოლეგები არიან თქვენს თაობაში განსაკუთრებით ბედნიერება ნებისმიერი ერისთვის ჰყავდეს პატარა ნაცვლი. მარილონიძე
დიანა ტრებუჩავა. ბედნიერება ნებისმიერი ქვეყნისთვის არა, უცხოელად გეუბნებით აბსოლუტურად. ყავდეს ისეთი ხალხი, როგორებიც არიან, აი თავის დროზე სხვადასხვა დროს აი მართლა ჟურნალისტიკის აკუნის დამსწრებები და თამაშ ჭეიშვილი ავიღოთ და მიკოლოლაძე ავიღოთ, სერგო ილიშერაშვილი ავიღოთ. არის ხალხი მე არ მეყვარს ჩამოთვლა ისეთი რაღაც შეიძლება რაღაც გამოგჩეს ეჭველი დავიწყოთ აჩიკო გოგელია არ შეიძლება მადლობა ღმერთს აი მე კატისთანაც ჩვენ ხა ერთი გასაჭირი გვაქვს და ერთი პრობლემა გვაქვს ყველას და ყველას გვტკივა და გვიყვარს ეს პროფესია ხომ სწორედ ვამბობდით რომ რაღაცნაირად ვისაც გვიყვარს ვისაც გვინახავს კარგიც და ავიც ხა ბოდგებიან ეს მაპატი და წერა-კითხვის არ მცოდნე ვითომ ჟურნალისტები და აი კომუნისტო ეპოქაში თამას ბიბილური მოღვაწეობდა და კუცა კაკაბაძე, მიშა კაკაბაძე. აი მაპატით მართლა არ მიყვარს ჩამოთვლა. რამდენი ვინმე მე და თქვენ ვიცით ეხა შეიძლება არ გახსოვს და მე მათ გვერდზე მუშაობდი ჩემი კაკო და როგორ მისცემდი შენ თავს უფლებას მე რომ რეჟიმი იყო. მე რომ თვეში ერთხელ მოხსნილი იყო მიშა კაკაბაძე რედაქტორობიდან და მე აღდგენილი. ის თავის საქმეს აკეთებდა მისი პუბლიკაციები, მისი გაზეთები, ხო? ამიტომ კეთილი ინებონდა ისწავლონ ისტორია, ისწავლონ რაღაცა გაიხედონ გვერდზე, რომ მისით არ იწყება, მისი უვიცობით არ იწყება და აი შენ თქვი რომ სკოლებში რა თქმა უნდა სკოლას თუ არ ეშველა, უნივერსიტეტს არაფერი არ ეშველება. გიორგი, ჩემთან რომ წერა-კითხვის მცირეწლოვანი ბავშვი მოდი ჟურნალისტიკის, მე იმას როგორ ვასწავლო ილიას პუბლიცისტიკა, რაღაცა სწავლით ვაღრღებთ, რატო იცი? უნიჭერესი და გონიერი ბავშვები არიან და სასწავლო ჟურნალი რო გავაკეთე ქართული იმისი მეტყველების კულტურის ლექტორი მე დიანო ამათ გააკეთეს კი მეოთხარი მომიტანეს ჩიქორთული მაგრამ კარგი აზრები იყო ნიჭიერად დაწერილი გაუსწორო ის ქართული და ჩამოუწერე შეცდომები აბა რა გადავყაროთ ეს თაობა და კასტინგი რომ მოაწყო ერთმა ასეთივე ჟურნალისტმა უთხოვს ნეტარას გასწავლიან ამ უნივერსიტეტში წერა-კითხვა რო არის უნივერსიტეტი ის დონე არ არის რომ წერა-კითხვა ასწავლოს ბავშვს ამიტომ სკოლას უნდა ეშველოს რომ მე იმ 4 წელიწადში ეხლა მაგისტრატურა რომ 1 წლიანი გახდა ის 2 წელი ძალიან ცოტა იყო ეს უკვე რა არის იცით დიპლომი განვადებით იყიდება მე მაპატიოს ყველა მაგრამ 45 წელია მე ავტორეს შევდივარ ვიცი ეხლა სხვა თემაზე მინდა გადავიდეთ იმიტომ რომ მინდა მოვასწროთ ყველაფერი რისი თქმაც მინდა აი რა მინდა გითხრა ხო ეს გავარკვიეთ რომ სკოლას თუ არ ეშველა განათლების სისტემას თუ არ ეშველა გაუნათლებელი რომ მოდის იმ ჟურნალის შენ ვერც ძნელობას მოთხოვ რა თქმა უნდა ვერც განათლებას მოთხოვ ვერც მორალს ვერც პასუხისგებლობას დააკისრებ იმიტომ არ იცის და ხა არ ცოდვაო მაგრამ როცა შენ ჟურნალისტი ხარ და ამბიცია გაქვს ჟურნალისტობის ძალიან დიდი ცოდვაა იმიტომ რომ შენ თუ ექიმის ხელს მკურნალობს და ნუ სულსაც ნაწილობრივ შენ ადამიანების და საზოგადოების სული გაბარია და ამას რო რყვნი დანაშაულია და რა არის შენი უხამსი და უვიცი გამოსვლები და ამიტომ აი რაღაცნაირად აი ამას უნდა მოევლოს ერთიანი ძალისხმევით და ახლა ისევ მინდა სულ მინდა რომ სასიამოვნო რელსებზე გადავრთო ეს ყველაფერი კარგიც ბევრი ხდება დანიის სამეფოში წლებში ძალიან მომეწონე კიდობანში უცნობის კიდობანში მომეწონე ახლა შენგან არ გამკვირვებია მაგრამ თვითონ გადაცრებით ვისიამოვნე რატო იცი გიორგი დინამიკური გამოვიდა ეს ორი მოაზროვნე ადამიანი ასულაც არ იყავით ერთ პოზიციაზე ერთ აზრზე საპირისპირო აზრიც იყო ისიც იყო ესეც იყო მაგრამ იყო ჭეშმარიტების ძიება ინტელიგენტური ძიება ჭეშმარიტებისა და რაღაცაში დაშეთანხმდით რაღაცაში ვერ შეთანხმდით ურთიერთპატივისცემა არ დაგიკარგა თითქოს და ელემენტარული მაგრამ სად არის ეს ელემენტარული სხვა შემთხვევაში მე ძალიან შორს ვარ იმისგან რომ ეხა რომელიმე პოლიტიკოსი რომელიმე ხელისუფლება ის თავის საქმეს აკეთებს კარგად ავად კი ბატონო მოქალაქე ვარ და როგორ არა მაქვს ჩემი პოზიცია მაგრამ მე ძალიან შემცვა ჩვენი პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციის პერიოდში ჩემი ეგრეთ წოდებული კოლეგების მხრივ ესე იგი ნუ არ ვიცი
და ცოტა მიკვირს კიდე რომ შერჩათ. სურვილი კი დემოკრატიული ქვეყანაა და ძალიან კარგი ჟესტია რომ ხვდები და გამოჭრილია ფრაზა. კიდე ოჯახ პრემიერის მოთმინებას. მოთმინებას, ოჯახიშვილობას, ზრდილობას, გაწონასწორებულობას. ირაკლი კობახიძემ იმ დღეს აჩვენა მაგალითი, როგორი ღირსეული უნდა ყავდეს ქვეყანას პრემიერ-მინისტრი. თუნდაც ყველაზე უხეშად დიდი რამე არის, ეს არის სიმართლე, უხეშად და უზრდელად მოლაპარაკე თუნდაც შემიძლია თამამად ვთქვა ბრჭყალებში ჟურნალისტთან. ეგრეთ წოდებული. იმიტომ რომ ეს არ არის ჟურნალისტიკა. არა, ეს არ არის და მე რა მინდა გიორგი? მე იმ დღეს იმ ღამეს ეთერში ვნახე. სამწუხაროდ უკვე საზოგადოების რაღაც მნიშვნელოვან ნაწილს გონია რომ ეს არის ჟურნალისტიკა. გინდა თუ არა უნდა ებრძოლო. ჟურნალისტიკა აქციეთ შოუს. შოუდ. აქციეს შოუდ და სუდი გაგებით. ხო, სუდი გაგებით და ყველას გონია რომ ჟურნალისტიკა არის მხოლოდ და მხოლოდ ჩხუბი, ყვირილი, გნიასი. რას მეუბნები ჯერ რა უნდა მოთხოვო ჟურნალისტი, აბა რა ქნას? მსჯელობა, სიღრმისეული ანალიზი, პუბლიცისტური ძიებანი, ჯანი, არაფერი მსგავსი. არგუმენტები და დაუბრუნდეთ ისე ჩვენი უცნობის კიდობანს და იმ ჩემს აი მართლა ძალიან ბედნიერი საგვიან ნახე სამწუხაროდ ვეღარ ასწრებ რაღაცნაირად ყველაფერს და შენ რო გელოდი უფრო მეტად ავძებნე შენი რაღაცებს ისი ამბობდი ძალიან რატო იცი ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი საგანი ასეთი სხვა ჩემი გამოგონილი არ არის ღმერთმა ნეტა იყოს არა არ არის რა თქმა უნდა დებატები საჯარო გამოსვლა მაგრამ არ იყო სასწავლო პროგრამაში არა და ამის დეფიციტია დღეს ყველაზე მეტად ხო და იქ იცით როგორ გვაქვს როლური თამაშებიც კი გვაქვს და დღემდე თუ აი ჩემს ძვირფას სტუდენტებს აიეტისა და ფარტაძის დებატების თუ პირველი უძველესი რომელიც შემოგრჩა და მეოთხე საუკუნე ხო წარმოგიდგენია რა ეპოქა და ისე თუ ეს მოწინააღმდეგე სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი ადამიანები შეთანხმდნენ მივიდნენ კონსენსუსამდე და ქვეყნისთვის სასარგებლო დასკვნა გააკეთეს ხომ ამას როლურ თამაშსაც დგამთ სწავლობთ ვიხსენებთ არის მეორე კლასიკური მაგალითი როცა მართლა დებატი შეიძლება დაარქვა ერეკლე მეორესა და სოლომონ ლეონიძისა ბედი ქართლისას მიხედვით რომ აბსოლუტურად სხვადასხვა პოზიციაზე მაგრამ იცი თავარი ის არის ყველა ვიცით ახლა ეს სკოლაში კი სწავლობთ მოთხამლა გაიმეორეთ კარგად რომ ჩვენ უკვე სხვა კუთხით შევხედოთ ამას დებატების ჭეშმარიტი დებატის არსი რო გაიგო ჭეშმარიტების დადგენა უნდა იყოს მიზანი და აი რა კი ეს იყო მიზანი რა კი მამულიშვილი იყო ერთიც მეორეც სხვადასხვა გზას ხედავდნენ ქვეყნის გადარჩენისა მაგრამ ერთმანეთისთვის ცუდად არ გამიგოდა არც ფორჯომი შეუსხარ არც დედაოგინებზე ასე შემდეგ უთიერთ პატივისცემა არა ეს კრიტერიუმები არ გვინდა ამას არ ქვია კრიტერიუმი და აი მე თამამად შემიძლია ეს გადაცემა ეხა არის ამაგისო ტექნიკა ვაჩვენო ბავშვებს და ხედავთ აკრიტიკებს ადამიანი რესპონდენტი ჟურნალისტი ბატონო და რა მედია კონსენსუსამდე რატომ ეცერე თქვა რომ აი ეს განწყობის მიერი იყო იქ არგუმენტირებულად დელიკატურად რა თქმა უნდა უპირველესი ეგ არის რომ ერთმანეთს შეუწყობ არ მივიღო რაც მთავარი უთიერთ პატივისცემა და სიყვარულიც კი მე ვიგრძენ რომ დარჩა ბოლომდე იმიტომ რომ როცა არის მოდებატების მოპაიქრეების როცა ბჭობს ადამიანი ჭეშმარიტების დადგენა უნდა იყოს მიზანი ხო აი ეს მესამე ნიმუში ჩემს ხა ჩემს ნიმუშებს დიდი მადლობა შენ ამისთვის და რა ხდება იცი რაღაცა განა არ არის კარგი გადაცემები ღმერთო ჩემო სულ არ არის ნიკა წულუკიძე ჟურნალისტი მაგრამ ველოდები მის გადაცემა იმიტომ რომ განათლებული კაცია ინტელექტუალია არ არის მე განაცამოქალაქო ჟურნალისტიკის წინააღმდეგი ვარ ეს არის მთელ სოფლიოში მაგრამ კაი არ აქვს სპეციალური ჟურნალისტური რაღაც განათლება ხო უნდა კონდეს ელემენტარული ჯდელობა ხო აი ამას მოდი აქედან დავიწყოთ აქედან დავიწყოთ აი ელემენტარული არის საჭირო ამ ჟურნალისტიკაზე არ არის საუბარი ადამიანური მიდგომებია და ის დამოკიდებულება რაც თუ ეს ქვეყანა გვტკივა, მოდი ისე დავალაგოთ, რომ ერთმანეთს არ ვლანძღავთ, არ ვაგინებთ. ადამიანებიც უნდა გიყვარდეს და აი გამოსავალი ვეძებოთ და არ გავეჯიბროთ ერთმანეთს ვინ უფრო მაგარ სიტყვებს იტყვის და ვინ უფრო ცუდ სიტყვებს იტყვის. ესაა ამოსავალი წერტილი და ეს უნდა იყოს მე მაინც ასე მგონია.
ხო, აი რა მინდა კიდევ ხარ ვიცი მთხოვეს სხვათა შორის კულუარებში რომ აღარ გინდა ეს ნოსტალგია და ნუ მისტერი ამ ძველ გამოცემებს და როგორ ნუ მივტირი ჩემო გიორგი აი მინდა რომ მაინც ვკითხო რა ვქნა და შენ რაც გინდა ის მიფასუხე მე სწორედ შენი პირუთვნელი და დიდი იმედი მაგას მედიის სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების დაკანონების კვალდაკვალ რაც უნდა პარადოქსული იყოს მიყოლებით ჩაიძირა ჩვენს თვალწინ საზოგადოებისთვის ძვირფასი პოპულარული გამოცემები ახალგაზრდა იბერიელი იგივე აღკომი გაზეთი თბილისი დილის გაზეთი კავკასიუმ და ბოლოს ქართული მედიის მშვენება რომელიც ნებისმიერი დიდი ერის მედიას დაამშვენებდა ეს ჩვენი მწერლობა ხო ძალიან გაუჭირდა ლიტერატურულ საქართველოს მწერლების გაზეთს და საქართველოს რესპუბლიკას ახლა ვიცი დარწმუნებული ვარ შენთვისაც ასევე მტკივნე ახლა მე მათ აღდგენაზე კი არ ვლაპარაკობ მაგრამ საქართველოს რესპუბლიკას მაგალითად ფედერაცია ვეხმარებით საქართველოს რესპუბლიკას ფედერაცია ბოლო წლებია ვეხმარებით უკვე რაღაცა ფორუმი სიწლის გაზეთი გვაქვს მე ვეში დაუდგეთ ბატონ სპარტაკს მის შემოქმედებით და სიწლის გაზეთი გვაქვს შეიძლება ეს მოკვდეს ისევე როგორც მისი წინა ბატონი ლაშანა დადეიშვილი ასავალ-დასავალის მთავარი რედაქტორი ასავალ-დასავალის კოლექტივი და ჩვენ საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია ვცდილობთ ყველა დონეზე რაღაცა ფორმით საქართველოს რესპუბლიკას სული ვუბედოთ რაღაცა ფორმით შევინარჩუნოთ ეს უნიკალური გამოცემა რა იმ დღეს შემხვდა ამირანი რა ვქნა შეფასებულს ბულთურიშვილი და აქ არის აქ მუშაობს და რაღაც საქმე მქონდა და რომ მივაკითხე ამირიანი მეთქი სად იყავი გეძებდით ხო და ისო სპარტაკს ვეხმარებიო ინფორმაციას აი ისე გამიხარდა აი ეს არის სხვათა შორის მე ვესაუბრე ბატონ სოსოჭუმურიძესაც გიგლაკოვიჩიასაც და არის იდეა რომ აი რაღაცა ფორმა გამოვნახოთ ეგ ახალგაზრდა ივერიელი და თბილისი აღდგეს შანსი აღდგენის იდეას ბატონ კონდოსანაც მქონდა რაღაცა კომუნიკაცია და არის რაღაცა რაოდენობა გაზეთების საკუთრებიც მე მაინც მგონია რომ კარგი იქნება თუ აღდგება ამ ქვეყანაში და რაღაცა ფორმით კი რაღაც ტრადიცია აქვს ამ გაზეთებს და ისტორია სინათლის იხილავენ კი თუმცა მასე თუ წავედით ახლა ივერიაც დაიხურა და ზოება დაიხურა საქართველოს მომე დაიხურა და გულსათქენია მაგრამ რესურსი მაინც უნდა მოუძებნოთ თუ რაღაცა ფორმით აღვადგინოთ ეს ყველაფერი ერთი რესურსი და ეს რესურსია და მე კიდევ ხარისხზე მაქვს ლაპარაკი შეიძლება აღარ ერქვას იმას ივერიელი და თუნდაც სხვა რამ თბილისი მაგრამ დედაქალაქის გაზეთი ხომ ატრიბუტია დედაქალაქისა თუნდაც თან კარგი გაზეთი იყო ხარისხობრივად რომ გაუმჯობესდეს და ეშველება მე მგონი ბეშტური მედია არც ერთ შემთხვევაში არ არის გზაჯვარი. კი, რაღაცა გამოსავალი უნდა იყოს, ნაკურნია აუცილებლად, კი. აი ახლა ერთი ბოლო კითხვა, იმიტომ რომ დრო გვეწურება სამწუხაროდ რა ამოწურავს ჩვენ პრობლემებს. აი, გაკიმ ჩვენთან საუბარში ახსენა, აი შემოსავლები ჭირდება ფედერაციას და რაღაც ბიზნეს გეგმები აქვს გიორგისო. ნუ ხა ბიზნესი ისეთი სფეროა, რომ კონფიდენციალურია, ცხადია მე შენ დეტალებს არა, მაგრამ სინათლე თუ ჩანს გვირაბის ბოლოს არის რამე საშველი. სახსრები ჭირდება ფედერაციას, ხო ისევერი არსებობს. იმედი არასოდეს ხდება. იმედი არასოდეს ხდება. მე ასე გეტყოდით სინათლე რა თქმა უნდა ჩანს, მაგრამ ჯერ გჟუტავს ამარცებული პოლიტიკური სიტუაციის ვითარების ძალიან რთული შესაძლებელია. მაგრამ რა ვიცი, რაღაცა იმედები მაქვს და გვაქვს და ვფიქრობ, რომ რაღაცა ფორმით ჩვენ დავალებთ. აი, სტრუქტურული ორგანიზაციის პარალელურად რაღაცა ვფიქრობ, რომ აი ამ საბიუჯეტო თემასაც რაღაცა ფორმით ეშველება და მოევალება. ეს აუცილებელია, ბაზისი თუ არ გეკნათ, ვერ განახორციელებთ ამ ხელა გეგმებს და კიდევ არ შემიძლია ვთქვა, ეხა შეიძლება არაპოპულარულ რაღაცას ვიტყვი, რამდენი მილიონერი ყავს ქვეყანაში და როცა მეოთხე ხელისუფლება არის ქვეყნის მომავალი თუ ის იქნება ღირსეული, იქნება მარტო ლანძღვით არ შემოიფარგლონ ჟურნალისტიკისა და დაეხმარონ ფედერაციას, რომ გადაარჩინოს პრესტიჟი ამ ძალიან საჭირო და ელიტარული პროფესიისა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, მონაწილეობისთვის. საუბრისთვის და მოწვევისთვის და სამომავლო პერსპექტივებზე რაღაცა ორი სიტყვით აუცილებლად და მე ვიცი რომ შენ ძალიან ბევრ გამარჯვებას ფედერაციის და ჩვენი დარგის გამარჯვებას და წარმატებებს კიდევ ბევრჯერ აღნიშნა. მე მაინც მგონია რომ ერთად გავიმარჯვებთ ამ ყველაფერში და ერთად უნდა ვიდგეთ, იმიტომ რომ თითოეული თქვენგანის რესურსი საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციისთვის არის
უმნიშვნელოვანესი. თითოეული თქვენგანის ხმა, თითოეული თქვენგანის გადადგმული ნაბიჯი. ქართული ტივი, საუბრები ჟურნალისტიკაზე, სიმართლე სიკეთით თქვენს გვერდითაა. დიდი მადლობა. ანალოგიურად შემიძლია ფედერაციის სახელით გითხრათ თქვენს. ფედერაციის თქვენს გვერდით. იგულეთ ყოველთვის. მადლობა შეხვედრამდე, ძვირფასო შეხვედრამდე. ტელემაყურებლებო.